დაკავების ნაცვლად შინა პატიმრობა. ასეთია აღკვეთის ღონისძიება, რომელიც აფხაზურმა ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ გიგა 422-ის მკვლელობაში ბრალდებულ შეუფარდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დე-ფაქტო პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც ეგრეთ წოდებულმა უწყებამ აფხაზურ სასამართლოს ეგრეთ წოდებული მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მიმართა. აფხაზურის საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე მიიღებს ოფიციალური თბილისი, რომელიც გიგა 422-ის მკვლელობაში ბრალდებულის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მხებრიშვილმა. პრემიერმა ისაუბრა, მოუწოდა დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობას, რომ მიიღონ ყველანაირი ზომები. მისი პატიმრობაში ყოფნა მისთვისვე უფრო უსაფრთხო არის. იმ შემთხვევაში თუ გინდა არეულობა, იმ შემთხვევაში თუ გინდა პროვოცირება, ამ საზარელი მკვლელობის გამოყენება კიდევ უფრო მძიმე შედეგებისთვის, არასწორი ადამიანების არასწორ თავებში ძალიან ბევრი არასწორი აზრი შეიძლება გაჩნდეს. გიგა 422-ის მკვლელობიდან თვეზე მეტია გასული და რაშიდ კანჯი-ოღლის ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. მოკლულის ოჯახი წევრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული საზღვრისიქით დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტთან მომხდარ მკვლელობას ასახავს. ამასთან გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს ქართულმა მხარემ გალის შეხვედრაზე დე-ფაქტო ხელისუფლებისგან ამ მტკიცებულებების გასაჯაროება მოითხოვოს. მე მინდა რომ ის პიროვნება დააკავონ, რათა მისი სიცოცხლე დაცული იყოს. ის უკვე არის შეშინებული, ყოველ ადამიანში თავის მკვლელს ხედავს და შეიძლება სხვა ქართველის მკვლელიც გახდეს. ის უნდა გასამართლდეს, ამბობს გიგა 422-ის დედა ჯულიეტა ჭანტურია. აფხაზური მედიის ცნობით კი თავის მხრივ აფხაზური საგამოძიებო უწყება ქართული მხრიდან ელოდება მტკიცებულებებს, რომლებიც აუცილებელია სასამართლოში საქმის მსვლელობისთვის და საბოლოო განაჩენისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზურ მხარის გალის შეხვედრებზე უკვე გადაეცა ტრაგედიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და 6 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე დამატებით მასალებს კიდევ გადასცემს. საბოლოოდ რა განაჩენს გამოუტან საოკუპაციო რეჟიმის მართლმსაჯულება გიგა 422-ის მკვლელს ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია. ჯერჯერობით, რითაც ეგრეთ წოდებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი დასაჯეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურიდან დათხოვნა და შინა პატიმრობის გადაწყვეტილებაა.